რამხელა ყლაყლაბა. Chicken shawarma. Chicken shawarma. ბიჭო. რა ბიჭო რა? მოდი გამისკდა. შენი მიკროფონი ჩართულია, რო იცოდე და რასაც ლაპარაკობ, ყველაფერი იწერება. მართლა? ხო. ხო, გამარჯობა. დღეს ვაკეთებთ chicken shawarmas. ვაკეთებთ? მოკლედ, კარგი შაურმა ძირითადად მაინც კარგ ხორცზე არის დამოკიდებული. ალბათ მიხვდებოდით, რომ ჩვენ შაურმას საკმაოდ ცოტა ინგრედიენტი აქვს და მთავარი დარტყმა მიდის ხორცზე. შესაბამისად, ხორცის დაბასტურმება არის key point. შეეხება მარინადს. მარინადისთვის გვჭირდება ტომატ პასტა, ცხიმიანი ბერძნული იოგურტი, შავი პილპილი, მარილი, პაპრიკა, დაღერღილი წითელი წიწაკა და ქინძი. ეს აუცილებელი არ დაგავიწყდეთ. ზეითუნის ზეთიც მოასხით, ცოტა ლიმნის წვენი და ბოლოს როგორც ყველა ფერში, აქაც ისევე ნიორი აუცილებელია. 3-4 კბილი მეტი არა. რაც შეეხება ხორცს, ხორცი უნდა იყოს წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი და ძვალგაცლილი შერეული ქათმის ხორცი გამოვიყენე მე პირადად. ფილე და თეძო, მენჯი, ბარძაყის მიდამოებიდან ნაწილი. ოღონდ ძვალგაცლილი ვერ ვიშოვე და მე თვითონ გავაძვალტყაე. შემდგომ უკვე მიღებული ჩვენი соуსის მასა უნდა მოვაპკუროთ ზემოდან ჩვენს ხორცს და ესეთი მოძრაობით უნდა დავამასაჟოთ. რაც შეეხება მთავარ ინგრედიენტს, ანუ garlic tums, ნივრის соус, აქ გვჭირდება უბრალოდ ბევრი ნიორი, ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და ლიმნის წვენი. შემდგომ ეს ყველაფერი კარგად უნდა ამოურიოთ და გასინჯვაც არ დაგავიწყდეთ. არის უცაც დავლევდი სიამოვნებით თან და ნებისმიერ კიდე სხვა სასმელსაც, მაგრამ პატარა ბევრი მომივინა და უიჭველი კაი არაფრით დამთავრდება, მოკლედ ახლა რომ მე კიდე ლუდი მედგას აქ და ამიტომ დღევანდელი კოკლოზინი შედგება აშ 2 ოსგან. აუ, რა არის ბიჭო? წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა. ისევ ჩემი ცოლი. აღარ მეწობა ხელები, იმედია. დადო! ზეთი დამოვიწყდა. შვიდობა. მოვაფშპკუროთ ზეთი. თან ბევრიც არ გვინდა, მაგრამ საკმარისი ოდენობა და ჩემი ხორცი. გეიგონე? ეხლა უბრალოდ გადავანაწილებ ამას. ვაბრუნებთ ისევ ჩვენს ღუმელში და ვინაიდან რადგანაც თან ძალიან გახურებულია ღუმელი და თან ძალიან ისეთი ნაწილებია ხელი ჩემსავით. იქნება დაახლოებით 12 წუთნახევარში, მეტი 13 დაღუპვა. გავიდა 12.5 წუთი და დროა განვათავისუფლოთ ხორცი და ჩვენც უკან გავიწიოთ. სერიოზული რაცხა გამევიდა. სტუდიაში შემოვიდა პიცარი, დაფა. თუმცა მე პიცრებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ძალიან მეყვარს ესენი და ზოგადად მნიშვნელოვანი რაღაცას წარმოადგენს ცხოვრებაში. პიცარი. თუ რატომ ამას 5000 გამომწერზე გეტყვით. ელინა, შენ ხო იცი? რატომ მეყვარს პიცარი? ჩვენც გვიყვარს პიცარი. პიცარი აუცილებელია. აი 5000 გამომწერზე პიცარი და 5000 გამომწერზე გავაკეთებ 5000 გამომწერზე წელს ავალი YouTube-ზე? ამისთვის საჭირო არის რომ დააკლიკოთ
და გამომიწეროთ და კვირაში ერთხელ კაი რაღაცას გაგიკეთებთ. ხო და მე რენდომად შეიძლება გამომწერების არჩევაც და რა თქმა უნდა მათი მოყვანა და გაკეთებული საჭმლის დაგემოვნება და მას შემდგომ რაც ცოტას უძილს დავასვენებ, მე დალევაც. თუმცა ალბათ მარტის ბოლომდე ვერ დავლევ, იმიტომ რომ სახლიდან გაგდებით მე მუქრებოდნენ. არა, ძმა. უჩ. ფერე ხო უბრალოდ უხეშად მიდის სკეპვა. თან შეუულია დანას და კეპე და იყავ. ნახე, კეპე და კეპეს ვინმე რო გეტყვის, შეიძლება ორაზროვანი რაღაც იყოს და ცოტა გაგიჭირდეს გაგება. კეპე და კეპე ნიშნავს თან რომ რაღაცა დაკეპო, ხოლო კეპე და კეპე ასევე ნიშნავს რომ ვიღაცას უთხრა რომ კიტრი პომიდრის სალათი მინდა და კიტრი პომიდრის სალათი მინდა, ასე რომ ხო. კეპვა და კეპვა, კეპვა და კეპვა, კეპე და კეპა შეიძლება თუ არ დააკონკრეტებთ არასწორად იქნას გაგებული. შეგვიძლია დავიწყოთ აწყობა და ვიწყებთ აწყობის პროცედურას. მოდი დავიწყოთ ეგერ ამ ბატონით. და იწყება ნივრის соуსი, რომელიც არის ამ ყველაფრის მთავარი ინგრედიენტი. garlic tum. და როგორც თავად ლიბანელები ამბობენ, garlic tum-ი რასაც არ უნდა დაასხა, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერს გააგემრიელებსო და არ შემიძლია არ დავეთანხმო. ხორცი. შემდგომი ინგრედიენტი გახლავთ ჩვენი კიტრი. შეგვიძლია ხა დავამატოთ ცოტა კეჩუპიც და ცოტა მაშარაფიც და ხახვიც. ხა ნუ კლასიკურ რეცეპტში ეს ხა რაც აქამდე იყო, არის საკმარისი და მეტი არ ჭირდება არაფერი, მაგრამ ძალიან ცოტა კეჩუპი, ძალიან. ცოტა ხახვიც. იმიტომ რომ თლად ლიბანში არა ვართ და არ მგონია რომ მაინც და მაინც ბევრმა ლიბანელმა უყუროს რომ მე შენიშვნა დამიწეროს. ეგეც მაონა შაურმა ახას უნდა რა აი ლიბანური. და ბოლოს ცოტა კარტოფილი, ბევრი არა. და აი ხა მთავარია, აი ეს მშვიდობით გადავახვიო. ეს ამას არ ეყოფა. არ ეყოფა. დამზღვევი გჭირდება. აუჩი მიგარი. ტესტი აუცილებელია მაინც. ამას ვიტყვით რა არის? ამის გადაღება დამამწყვა. აქ არის ტომატ პასტა, ცოტა კეჩუპი, პაპრიკა და ზეთი. და დაახლოებით პასტის ვიზუალი, ზაცია, ვიზუალი არ გვაქვს, უნდა მიიღოს და ამაში უნდა მოუბრაწოთ მერე ჩვენი შაურმა რო იყოს. რა გინდა? კეჩუპი გინდა დაასხა? და რას აკეთებ? კაი არა მოიცა. დაკათე. ჩვენი მომზადებული პასტა, რომელზეც აქამდე ვისაუბრეთ, წავუსვათ ცოტათი ძირს, ცოტა ზეთის დამატება შეიძლება და დაბალ პარზე უნდა გაიხუხოს. შემდგომ უკვე ზემოდანაც იგივე რაღაცას წავუსვამთ. სანამ კრისპდება ჩვენი შაურმა, შეგვიძლია რომ ხათმით გავერთოთ, მაგრამ რჩევას მოგცემთ რა. თუ ბიჭის ან გოგოს ნახვა გინდათ რა, კი არ გინდათ გიწევთ. და მოხიბლულები არ ხართ ამ იდეით. გამოიარეთ ჩემთან, დამირეკეთ, ამას გავაკეთებ. ერთ შაურმას გაჭმევთ და ისეთი სუნია მოგივათ პირიდან, რომ ყოველგვარი პრობლემა მოგვარებული იქნება. მაგრამ გემრიელია ძალაშულო. დამულო.
crispy chicken shawarma. Tu shawarma. Eta ამ არაფერს არ გავს, ისეთი გემრიელია. იმდენად უცხო არის. აი ვიძეშე? ნუ რამხელა ზედა და ყლაპა. ჩემი გას